აქციებზე დაკავებულებს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, რომლებიც დღეს სასამართლოსთან შეიკრიბნენ. ისაუბრეს რეჟისორ გურამ მაცხოვნაშვილზე, რომელიც ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. აღნიშნა, რომ პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა დაკავებული არ გათავისუფლდება. ჩვენ აქ შევიკრიბეთ არა მხოლოდ ჩვენი მეგობრის, კოლეგის, რეჟისორი გურამ მაცხოვნაშვილის მხარდაჭერის მიზნით, არამედ 52 უკანონო დაკავებულის მხარდაჭერის მიზნით და იმიტომ, რომ სასამართლოს მოძალადე ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ შეწყვიტონ ძალადობა, იმიტომ რომ ძალადობის ყოველი ახალი ტალღა გამოიწვევს წინააღმდეგობის ახალ ტალღას. ჩვენ არ დავიღლებით და თუ კი იწყება ტერორის ახალი რაუნდი, მაშინ წინააღმდეგობის და ბევრად ეფექტური წინააღმდეგობის ახალი რაუნდიც დაიწყება. არ შეიძლება ჩემი პროფესიის წარმომადგენელი მეათე სასამართლოს ესწრებოდეს. არ შეიძლება. ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას ყველა პატიმარს, უკანონოდ დაპატიმრებულ პატიმარს. ჩვენ ვართ მხნეთ და ამ შემთხვევაში უკვე როგორც მოქალაქე და როგორც დედა ვამბობ ამას, ჩვენ ვართ გამწარებული დედების მხარეს.